სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. პოეტების სკოლა. ღია გაკვეთილი გვაქვს. გაკვეთილი გაქვს ღია, მამა ჩემს ქვია გია. როგორ ფიქრობ გაკვეთილი? ნიშნებზე როგორ ფიქრობ? ხედავ და უწერია. ავროდის მოვარდ. მოგესალმებით ყველას. გამარჯობა თქვენ. დასხედი. თუ არა და ჩასხედით, როგორი? ჯერ არ მოსულა, უკვე გარით. სადღაც გავცივდი. მე მაინც რომ გავცივდი. არ ვარ გიხარ. აუ დღეს ვასომა. გაკლია, შენ კლასი გაკლია. ხედავ ბიჭო. პორტში ჩამოდგა გემია, თქვენ ახართ ჩვენი გემია. აი გამოასწორა. ეგრევე გამოასწორა. ხუსკივაძე. რუსი ქვაზე. რუსი ქვაზე უნდა იყოს. ქვაზე. კარგით. საცობია, ორამდენი ნაცნობია. თქვენ სხვა ხართ მას. აქ უცებ. სხვადასხვა ექიმთან ვიყავი. ცოტა გაციებული ვარ. ხო და ეს ექიმი ვისთანაც ვიყავი, არის ჩემი მოსწავლე. ყოფილი მოსწავლე. კარგი პოეტი დადგა, მაგრამ ექიმობა არჩია. ხო და რეცეპტი გამომიწერე, ხატალი გითხავდა, ვერაფერი ვერ გავიგე. შვერი ნაბერგი, ხორდამეტი ფოგას მალუხი. რენჟე ფაგი, დარსმუნული კომან მგარუკი. მერიდებოდა ხვანგალაგი შურა პანეტი, დღეში ჭამის შემდეგ 5 ბარგ კონტენტი. ეს რა გავიგო აქ? ექიმები რანაირი ხელი წერენ? ჭკუაზე არა ვარ, კაცი. ვასომა, სხვათა შორის მამა ჩემი არის ექიმი და შემიძლია წავიკითხო მე. ასავე ხაში ამ გაკუხილს წაიკითხავ რა. ხო, რა ვწდი, იმიტომ რომ მაქვს შეხება. თუ სიცხე მოგცათ, ციტრამონი არის მისწრება, თუ არ გიშველათ, თვითონ აბი ძველი იქნება. დატკივილი შეგაწუხებთ, როდესაც თავში, მაშინ დალიეთ ნუროფენი გაგიქრობთ წამში. წამლება რომ არ გაგირთულოთ კუჭის კონტენტი, დაიამებთ დღეში 3-ჯერ მეზიმპორტეთი. რას მეუნები? ხან მეზიმპორტი არის ბარგენ კონტენტი? მეზიმპორტეთი არის. სასწაული. ქორმან გარუსი რა არის? ქორა და ნუროფენი. აუ ამას შეხედე. შენ რა იყები მიგულეთ ნუროფენი დინე შეუძრა. დაგიწეს ისე რა მინდა კი არა იმენა ქოჩო ნიშანი გავი ისე და დაგიწეს. ახლა უყურეთ ჩუმე. დღეს მოდის ჩემი ჯგუფელი. ერთად დავამთავრეთ უნივერსიტეტში მაშინ 90-იანები გახსოვთ? ერთი ფაკულტეტი იყო მარტო პოეტოლოგიური. მე და იმან დავამთავრეთ მარტო. ორი პოეტი ყავდა 90-იანებს, მე და ბექა მახაჭური. ბექა მახაჭური მოდის ჩვენთან ვასომა. ოდადი. 10-იან დაგიწეს. გამარჯობა. ბექა მახაჭურს ახლა ბექა მახაჭურს. დიდი მადლობა ჩემთვის, დიდი პატივია და შევიცოთ დამზანდი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიმყოფები ბატონი ვასილ ჭიორელის ღია გაკვეთილზე. ბატონი მახაჭო, როგორ იქნება? აქვე ჩემთვის ვიქნები. ბათა შორის ბატონ ბექას კლიჩკაც ქონდა მახაჭმა განდი. მახაჭმა განდი. ბებია ინდოელი ყავდა და მახაჭმა განდი დავარ. მე ჩემთვის ვიქნები, თქვენ ყურადღება არ მომაქცევთ. ჩათვალეთ ვითომ აქ არ ვარ. ჩათვალეთ ვითომ ფერფლი ვარ. ჩათვალეთ ვითომ უნავის შეუმჩნეველი ენერგი ვარ. ჯერ არ მოსულა და უკვე. ასეა, მე მარტო ორნი ვარ. პოეტოლოგები რო იცოდე თქვენ? აბა, ბატონ მომახაჭო. ჩანთაში ვხედავ რაღაც მითები მიწვია თუ რა? ჩანთაში რითმები მიწვია. რითმები? ხო, რასაც ტვინში ვერ ვატევ, ყველაფერი ჩანთაში მაქვს. აბა შემოგთავაზე თუ არ შეწუხდები. გაინტერესებთ? დიახ, რა თქმა უნდა. მიყვარს ქალი გეტრიანი, სულთან და მაქვს მეტრიანი. ხედავ, რა არის ეს ძველი სკოლა? არ მიყვარს კაცი, ბოღმა და შური. აი აქ მაქვს ყველი და პური. გენიოსი. სექსუალურად ყოველთვის მშია, ამიტომ თან და მაქვს ების სია. სია რო სია რომ ათხოვოთ შეიძლება უკაცრავად. ერთიც.
ცხოველებს შორის მომწონს კურდღელი. დედრობითებში კი მიყვარს. აქვე მაქვს არაფერი არ არის. არა, პუდელი. სათამაშო პუდელი, არაფერი იფიქროთ სხვა რას. ბატონო, აქვე. იყოს. ეხლა დამჭა სახლში. არა, ბრავო. ედა, ჩვენ მეგობრებთან სასწრელოდი ბატონო. ასეა. ონი იყო ვატატანა. მაემურკი პლიკაზალა. Აციკაცინა გიტალა მენერგომ გიდალა. ალანდა პიპინო. ამეზურნი, ახუ პაპა. ჩიკინო. ბრავო. ამაშია სა. ნოზაძე უყემშია ეს. აბა? ნოზაძე. დიახ. ნოზაძე. კაცია მოდაზე. მე ლექსი დავუწერე ჩემს გვარს. შენს გვარს? დიახ. ნოზაძე? დიახ. ზანე? ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია? აწყო თუ არ აგწყალობს? ნოზაძე ხომ შენია? არა, ძალიან კარგი ლექსია ხა. სამშობლო მადრაშუაში არ ვიცი და ნოზაძეები, მაგრამ აი, გვარის კურთხევაზე რო წაიკითხავე, კარგი იქნება. დიახ. ეგ კარგი ლექსია. გაბობა. ოჩა. ესე იგი, ხუსკივაძე. იჯექი. ცეთან იჯექი. ღმერთო შემო რა გოცირიძე. ხორცი რინგზე. დაჯექი, კარგი. ზივა გაიხარეთ მას. ლილუაშვილი. ვარ მას. უშენი, ამას ხო ვერაფერი ვერ გაუგიტე. ვინ არის ეს? ხუსკივაძე. გისმენთ ოსომას. ახლა პატარა რაღაც რითმების კორიანტელი დავაყენოთ. შენი მე მჯერა. მზად ვარ. ასოციაცია. ხილბოსტანი. რინგოსტარი. ხოჩა ხათრიანი. ბორჩა ხათრიანი. ნუ გარითმო. ბუღა მითხრა. არ გარითმო კაცო. რაღაცა გითო. დაჯექ. კამბექი. დაჯექი ბიჭო. კამბექი. ოჩა. თქვენ ეს მომწოთ ეხლა წაიგეთ ხათერნი ბიჭო რა გინდა ბიჭო? ლილუაშვილო, შენ რაღაცა წერას ყავხარ აყვან. მე ვარ ახალი მიმდინარეობას რა მიმდინარეობა რა? ქართული უცხოური ლექსები გამოვუშვი მე. თუ გააკეთე რაც არის სწორი, მაშინ ნუ იტყვი I am sorry. თუ გსურს სიახლე რამე გაიგოთ რატომაც არა? სცადეთ why not? თუ ქალთან ერთად მარტო ხარ სახლში, მაშინ მთელი დღე touch me. თუ რომანტიკას ლექსში არ ხედავ, იდი მაშინ აქედან. ის არ მასწავლებლებს შენ დიდი ბოდიში ერთი. ეს ვის უთხარით ბოლოს რაც ბზანეთ? არა ვის, ანუ რა ვის კაცო, მე ვიყურებდი და ბოლოში რა თქვი ახლა შენ? არა, უბრალოდ ლექსში რითმა გვიჯერია და მე ვიყურებდი თვალებში. როგორ გეკითხა? ვის უთხარი? შენ ვიგინდა? ლილუაში შენ ხარი გაკმალიო კედელზე. არა, ასომას თქვენთვის არ ვიტყვი. ჩემს არ გიქია? ჩემს არ გიქია, გაჭერი. კაი ხო, თქვენ გითხარით, თქვენ. ეუ დაგერხარ ლილუაშვილი მე მითხარი ეს ლილუაშვილი. ხო გამოგიჭირეთ ყოლიში. აბა არ გითხარიო? ვაი, კიდე მოგიტყვები ვარ. გაგწლით ნების გაჭე. აბატიეთ. აღარ გადმეორდეთ. ხედე ბიჭო რა ეს პეტრავს. საი ბიჭო, კაი დაგიწერა უკვე ერთხელ შენ ნიშანი და გაჩუმდი, მან არ უნდა ყველა ფეზე. რო გითხრო? აბა მაინტერესებს რომელმა ისწავლეთ მერი. მე ვიცი ვასომას ოღონ გალაქტიონის მერი არა აბა ბესარიონ გამთენაძის მერი ვიცი მე დავე დაუშვი. მერი მამიდა ჰო რა გინდა გიოსახშია ამ წამს წავიდა როდისთვის მოვა არ ვიცი მოვა თავიდან თქვი მერი მამიდა ჰო რა გინდა არა მერი მამიდა გაძახე მერი მამიდა ჰო რა გინდა აი ესე კანძელი გიოსახშია ახლა წავიდა როდისთვის მოვა? რა ვიცი, მოვა. ეს კაია. უკეთესი. მოვა. კითხვის ნიშანი და მოვა. აი, მეც მაქვს ვასომას ლექსი. და წაგიკითხავ. გაზაფხული 6-ია გაზაფხული. დაუშვი აბა. წაგიკითხავ, კი ბატონო. მარტია ატყდნენ კატები. გარაჟის თავზე დარბია. სულ ყველაფერი აყავდა, ხე, ბუჩქია თუ ვარდია. მე კი ფანჯრიდან გავცქერი, ჩემს გულში მხოლოდ დარდია. ოხ ნეტავ კატად მაქცია, როდემდე უნდა ვითმინო. ოხ მერთო ჩემო მეცმიდა, გარაჟის თავზე ვიპინო.
კარგია. კარგია, ოღონდ გარაჟის თავზე რომ გინდა სირბილეს არ ჩას. გარაჟის თავზე კატახარ. გარაჟის თავზე ხირბინო. გარაჟის თავზე ვირბინო. კარგად ჩა. გარაჟის თავზე შანონაცე კედეს. გარაჟის თავზე ვირბინო. ერთად გარაჟის თავზე ვირბინო. ბრავო. იგრძნობა ჩემი სკოლა. რა თქმა უნდა. საოცარია. ვასუმას რაღაც სათხოვარება კიდე ეყია. ეს თუ შეიძლება რომ თქვენი საფირმო პოეზია რომ გაგვიზიაროთ, მოგვასმენინოთ რა ერთი თქვენი საფირმო. რომელი? ბევრი მაქვს მე. თქვენი საფირმო რომელიც არის რა? მეოთხე საფირმო. ვასილ. აი საფირმო ბოლოში რომ რაღაცნაირი ხო ხვდებით ასე საფირმო ეხა რომელი იქნება? ჩვენ რომელიც უყავს ყველაზე მეტად? ინტონაციური პოეზია. აუ ნახე ამის მომზადება ჯერ სხვა ის არის სულ. ნახეთ რა. ეს შოუს ის დილოში გაჩუმში ნახეთ მართლა რა ხილა პროფესიონალიზმი. მანქანამ ბენზინზე წითელი ამიტო. ვაი თუ არ მეყოს, ვაი თუ გავჩერდე. სიმღერა გამოვთე. თავირით გავირთო. ისევ ნერვიულობ, ლამისმე ავმღერდე. ამიტომ მკითხველო, მინდა რომ გირჩიო, თუ კი პრიუსი გყავს მანქანა ჩემსავით, წითელს ნუ დაუცდი ჩაასხი ბენზინი, რომ შუაგზაში არ დარჩე. ბრავო! ბრავო, ბრავო! ის გენიალურია. ბრავო ვასილ. ბატონო ვასილ. დიახ. შეიძლება მეც რო წავიკითხო ჩემი პოეზია. ამ ლექსს დავარქვი ფსველდები. ბოდიში როგორ? ფსველდები. აჰა. ყველამ გაიგეთ? დიახ. ფსველდები. ბაგე-ბაგეს რომ ეხება, სისხლი აგდის მაგ დროს თავში. შემდეგ ხელით გეფერება ჟრუანტელი დაგდის ტანში. ყურთან მისი სუნთქვა გესმის დაშარვალი გებერება. აუ დავაცადოთ რა ბატონო ვასილ. ერთი წუთი შენ ოზარდა. სკოლა მაინც აქ და ცოტა მოვერიდოთ ასეთ თემებს, აი ცოტა მე მაბადიეთ, ბოდიში არ გამახსენდა რომ სკოლა იყო. მაშინ ჩემი დიდი ბაბუის ლექს ვიტყვი. თქვენ დიდი ბაბუის? ჩემი დიდი ბაბუის ლექს. ზანეთ? ტყეში ბევრი ნადირია, მელიათ უკურდღელი. გოგოებო გაიწიეთ, დამანახეთ. ბატონო ვასილ, გეხვეწებით, დავასრულებინოთ რა. შენ რა გჭირს ნოდაძე ვერ გავიგე რა? არა რა გჭირს ნოდაძე ძალიან მაინტერესებს. კარგი. ჰა? ნოზაძის ბრალი არ არის, მოდი ერთსაც ვიტყვი და ტაში ტაშალა, გოგომ ფეხი გაშალა. აუ მიდით, მე რა მერე ნოდაძე, რა მერე? რა მერე ნოდაძე? არა უზრდელებაა რომ ვაწყვეტინებთ უბრალოდ. ამას უყურე შენ. მაგ თუ არ უთხრა შენ ძმას, მე კაცი არ ვიყო. ესმის მას. მე თუ მეტეს თუ ესმის. კარი, მე მაინტერესებს როგორი გოგო ეს ნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. წყნარი მშვიდი გაწვენასწორებული, აი შაირების დედოფალს ვეძახით. შაირების დედოფალი. შაირების დედოფალია, ნამდვილი შაირების დედოფალი. შაირების დედოფალა და ამაზეა დაწერილი. ბატონო ბექარიო, ხო? დიახ, იყოს ბექარიო. სხვათა შორის, ანუ ბატონო ვასილს მოსწონს ეს, მაგრამ ამ კეთილშობილი შაირობის დედოფალს ეძახის, ანუ შაირს ამბობს და არ იგინება, ანუ ეს როგორ შეიძლება შაირების გარეშე მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ბატონო ბექარიო. ჩუნდი. ილოაშილო. ჩუმოვედი ცოტა ამ ჩემი კახით მომწოდი. რითმებში. რითმებში. უყურია მაშე. მოვისმენდი დიდი სიამოვნებით აი კეთილშობილი. რატომ არის კეთილშობილი ახლა მიხვდებით. ნოზაძე. აბა შენიცი. შენიც მაგიყურებს. მაღაზია გავიტანე. მოვიპარე ტილო.
გუშინ ზოოპარკში ვნახე. დიდი შავი სპილოს. მოდი შეაჩვენე რა. შენ მოგაჩვენი. ლილოში გაგაჩვენე. აბა იმ გორას გახედეთ სამი ვირი დგასო. ერთი მიდის, ერთი მოდის, ერთი წყალს ასვამსო. მოაწყვეტინე გადაგე. ლილოში რო გაჩერდი, თორე გეუნები მართლა გაგუდავა, ხაი წოდე. შეუ წყალში ბადე გადავა. წყალში ბადე გადავაგდე. მასა მოყვა რებეცი. გერმანულად დაგაცოქეთ, ინგლისურად შეგ ლილოში რო შეგაკლა ბიჭუნაგიდა ვინახარ ვინახარ გაეთრია გარეთ პატიეთ რა გაეთრია ნუ შენ რაგი რატო არ თე პოეზიას პატივს გაჩვენე დაგიწერა უსინდის ეს გადი მართლა შემოთრეული აღარ დაგიდახო შენ უზე ეგეთი რა აი მოno ვიგინდა რა შენ ვიგინდა რა ყველგან ვიგინდა რა შესვენება ვარ გავიგე შევისვენო ჩვენ რა შევისვენო მომეცადე და გავაგზავნო მე ვასო პარანინა ნაბა შენ ბიჭო რატომ ეკიდები კი არა ამ ხელა კაცი ბიჭო ვარცელინა შესვენება გამოვალ ეხა შესვენებას. ის ლექსი როგორ იყო ბოლოს რომ კითხულობდით? სველდები. მაქვს კიდევ ერთი ლექსი. მორჩი დავამთავრე. შემიძლია ეგეც წავიკითხო. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა.